განმანათლებელი ნიკოლოზ სერბი, ველიმიროვიჩი, სულთმოფენობიდან მე-6 კვირა, სახარება ბოროტად სიხარულისთვის და ჭეშმარიტად სიხარულისთვის, სახარება მათეს, დასაწყისი 29, თავი მე-9, მუხლები პირველიდან მერვის ჩათვლით. არ გიხაროდეს სხვისი სიკეთე, არის ერთი ყველაზე უღირსთაგანი განმასხვავებელი ნიშანი ცოდვით დაზიანებული სულისთვის. არადა მზე ადამიანებს რას ასწავლის დილიდან საღამომდე. ადამიანობა გიხაროდეთ სიკეთე და კეთილი. გიხაროდეთ და ეს სიხარული განგაღმრთობთ თქვენ. შიერი ბულბული ალიონზე გალობს 2 საათი მაინც, ვიდრე 2 მარცვალს საუზმენდე იპოვის. აი თუნდაც ეს ბულბული რას ასწავლის ადამიანებს? იმ ადამიანებს, რომლებიც დიდრები არიან და წამოწოლილ არიან მხართეძოზე, რომლებიც თავის დღეს იწყებენ იმგვარად, რომ გააღებენ პირს, არა გალობისთვის, არამედ საჭმელის ჭამისთვის. ადამიანობო, გიხაროდეთ კეთილისთვის და გალობდეთ ამ კეთილისთვის. ნუ იკითხავ ამ სიკეთეზე და სიხარულზე, ვისია. სიკეთეს და სიხარულს პატრონი არ ახავს დედამიწას. იგი შორეული სტუმარია. ჩვენ ქმნილნი და მოკვდავნი ამ სიკეთის და სიხარულის საკუთრებანი კი არა ვარ, არამედ მისი მგალობელნი. სხვისი ჭირი რომ გაიზიარო, ეს ჯერ კიდევ შეუძლიათ უკვე ცოდვაში დაბერებულ ადამიანებსაც, მაგრამ სხვისი სიხარული უხაროდეს ვინმეს, ეს მხოლოდ შეუძლია ბავშვებს და იმათაც, ვინც როგორც ბავშვები ისე არიან უდანაშაულონი. ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ, ამბობს უფალი, ვინც არ ღებულობს ღვთის სასუფეველს ისე როგორც ბავშვი, იგი ვერ შევა მასში. რა არის სასუფეველი ღვთისა, თუ არა ერთიანობა ყოველი სიკეთისა და სიხარულისა და არ არსებობა იქ ყოველგვარი ბოროტების. უმწიკლო და უცოდველ ბავშვს უფრო მეტად უხარია სხვისი სიხარული, ვიდრე ბოროტ მოხუცს თავისი საკუთარი. რამე თუ ამ პატარა ბავშვისთვის სიხარული შეუძლებელია სხვისი იყოს. იგი იზიარებს ნებისმიერ ბაგეთა ღიმილს. ასევე დაცინვასაც იგი ღებულობს როგორც უბრალოდ სიცილს და გაღიმებას. არავინ ისე დედამიწაზე არ ემსგავსება ღმერთს, როგორც უცოდველი და უმწიკლო უმანკო ბავშვი. ღვთის სიხარული ჩვენი სიკეთისთვის, თუნდაც სულმცირესთვის, გამოუთქმელი და სრულყოფილია. როდესაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოვიდა ადამიანებთან, მან საღვთო სიკეთეთა განუზომელი სიმდიდრის საიდუმლოება გაუხსნა მათ და ამ სიკეთით გაიხარეს ბავშვებმა და აგრეთვე იმ მოზრდილმა ადამიანებმა, რომლებიც თავისი ჯერ კიდევ შეურყვნელი ბუნებით უფრო მეტად ბავშვებს ემგვანებოდნენ. მაგრამ ამ სიკეთეებმა არ გაახარა ადამიანები, რომელთაც დაბნელებული ჰქონდათ გონება და გაქვავებული გული. პირიქით,
ამ სიკეთეებმა და ამ მადლმა ისინი დაანაღვლიანეს და გააბოროტეს. ქრისტე ადამიანებს მათ პირველ სამშობლოზე მიანიშნებს. თის პირის ნათელს და ანგელოსთა გუნდს და ბავშვებს ეს უხარიოთ, ხოლო ბოროტი მოხუცები თავისთვის ხითხითებენ. ქრისტემ ადამიანებს შიში წაართვა და ისინი უშიშარ მეპატრონეებად აქცია ამ სოფლის და ბავშვები ამას ღებულობენ მადლიერებით, ხოლო თავრობაში მყოფნი უარყოფენ. ქრისტე ცხადად აჩვენებს, თუ ადამიანი ცოცხალ ღმერთთან ერთიანობით როგორ შეუძლია იყოს მძლეველი საკუთარი თავისაც, მის ირგვლივ არსებული ბუნებისა, ბოროტისულებისაც, სნეულებისაც და სიკვდილისაც. და ბავშვები იკრიბებიან უფლის გარშემო ამამბისთვის მხიარულებით და სიხარულით, რათა უფრო მეტად ინეტარონ ამ გამარჯვებებით, ხოლო მწიგნობრები უფლის ირგვლივ იკრიბებიან გამბოროტებულნი, რათა რაიმე მიზეზი მონახონ მის დასამცირებლად და საპატიმრებლად და შემდეგ სატანჯველად. ბავშვები ქრისტეს კურთხევას ეძიებენ, ხოლო ერის უხუცესები მასზე წყევლას აღმოთქვამენ. თუკი ადამიანები იქნებოდნენ ნორმალური და ჯანმრთელი, მაშინ მათ წესით უნდა გახარებოდათ ბავშვური სიხარულით ქრისტეს თითოეული სიტყვა და ქრისტეს თითოეული საქმე. რამე თუ იგი ადამიანებს აჩვენებს მხოლოდ სიკეთეს, მხოლოდ ბრწყინვალებას და ამ სიკეთის მშვენიერებას, სიტკბოებას, სიძლიერეს და მადლის ძალას, მაგრამ მრავალ ადამიანებს, როგორც მაშინ, ისე ახლა, არ გაუხარიათ, როდესაც დაინახეს ასე ღიად ქრისტეს მიერ ნაჩვენებული სიკეთეები. მას რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ ადამიანები შეურიგდნენ ბოროტებას, მიეჩვივნენ ბოროტებას, შეერწყნენ ბოროტებას და ბოროტება მათთვის სინამდვილედ იქცა, ხოლო სიკეთე უკვე სიცრუეთ. როგორც კარგი კრუხი, რომელიც დიდხანს და წარუმატებლად აკაკუნებს თავისი ნისკარტით, მხოლოდ დახატულ მარცვლებს და იმედი გაუცრუდება და როდესაც უკვე გვერდით მას ნამდვილი მარცვალი დაუდეს და უკვე აღარც მოინდომა მისი აკენკვა, იმიტომ რომ ის ნამდვილიც უკვე ცრუდ მიიღო. აი, მართლაც რომ ქათმის ტვინი აქვს იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ თითქოს და ქრისტეს ხელებიდან სიცრუეა მოსალოდნელი, როგორც ხვებისგან, არაწმინდა ხელებისგან. თუკი მის ხელიდან და მის ბაგედან ადამიანების მიმართ სიცრუე იფრქვეოდა, მაშინ ჭეშმარიტად ადამიანური ცხოვრება და სიცოცხლე უფრო უარესი ყოფილა ვიდრე უმყოფობა. უფრო საშინელი, ყველაზე საშინელი სიზმრისა და იმაზე უგუნური, რაც ყველაზე უგუნური ხდება ამ დედამიწაზე. ას გზის საბრალობელნი და საწყალობელნი არიან ისინი, რომლებიც ქრისტეს გამოწვდილ ხელს არ გაუწვდიან საკუთარ ხელს. რომელ მხარესაც არ უნდა გაიშვირონ მათ თავიანთი ხელები, ქრისტეს გარდა ისინი ცეცხლისკენ გაიწვდიან ან მგლის ხახისკენ. და ას გზის სანატრელნი ხართ თქვენ მორწმუნენო, რომელთაც გიხარიათ ერთი მხოლოდ ქრისტეს სახელის გახსენება და როგორც ბავშვები თავის დედის სახელს ისე იხსენებენ მას. ოღონდაც აღიჭურვეთ სიმამაცით, მოთმინებით, რათა ბოლომდე იდგეთ მტკიცეთ სარწმუნოებასა და სიხარულში. რამე თუ მას, ვინც ქრისტეს გაყვება,
და შემდეგ უკან გაბრუნდება, იმაზე უარესი დაემართება, ვიდრე იმას, ვინც არასოდეს მას არ მიხოლია. და თუ კი ადამიანი უფლის მიერ ერთი არაწმინდა სულისგან განთავისუფლებული განუდგება უფალს, მაშინ მას თავზე დაესხმიან და დაეუფლება სამი არაწმინდა და პირველზე უბოროტესი სულები. ქრისტე მსგავსია წყალგამყოფისი, სადაც არ უნდა გამოჩნდეს, ადამიანი ეგრევე იყოფიან ორ ნაწილად. მათზე, ვისაც უხარია სიკეთე და მათზე, რომელიც არ ხარობენ ამისთვის. ასე ხდება დღეს, ასე იყო იმ დროსაც, როდესაც უფალი დადიოდა დედამიწაზე ადამიანური ხორცით შემოსილი. და აი დღევანდელი სახარებისეული საკითხავი ზუსტად ამ საშინელ განყოფას გვაჩვენებს ადამიანებისა. იმ დროს, როდესაც იქ ბრძანდება ამ სიკეთის გამცხადებელი, უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. მაშასე, მაშინ იგი აღვიდა რა ნავში, წარემართა კვლავ და მივიდა ქალაქსათვის. ეს იყო იმ საკვირველი ამბის შემდეგ, როდესაც მათ მოინახულეს გენესარეთის ტბის ნაპირები. როდესაც ორი ეშმაკეული საკვირველად განიკურნა და მორწმუნე ადამიანების მიერ წარმოითქვა სიტყვა არაწმინდა სულების მიერ ამ მორწმუნე ადამიანებიდან, რომელიც ამბობდა, რომ ქრისტე არის ძე ღვთისა. იგი ამის შემდეგ შედის ნავში. ეს არის იგივე ნავი, რომლითაც მოციქულებთან ერთად ტბას გადასცურავდა. ის იგივე ნავი, რომლიდანაც მან აღასრულა ისეთი დიდი სასწაული, როგორიც არის არაწმინდა სულების განდევნა ადამიანებისგან. აღუკრძალა ქარებს და ზღვებს და იქნა ყუდროება დიდი. ხოლო დღეს ჩვენ სახარებიდან მოვისმენთ, თუ უფალი იმ გზიდან დაბრუნების შემდეგ როგორ განკურნებს განრღვეულს, როგორ შეუნდობს მას სოდვებს და გაათავისუფლებს ნეულებისაგან. ამგვარად, ყველაზე მოკლე პერიოდში ქრისტემ სამი უდიდესი სასწაული აღასრულა. სამი უჩვეულო საკვირველება, რომელიც ცხადად მოწმობენ იმას, რომ ადამიანებთან მოსულა ღმერთი. უმოკლეს პერიოდში უფალმა ადამიანებს სამი განუზომელი უდიდესი სიკეთენი განუცხადა. ხელმწიფება ბუნებაზე, ხელმწიფება არაწმინდა სულებზე და ხელმწიფება ცოდვებსა და სნეულებაზე. ეს ხომ სამი უდიდესი მიზეზია ადამიანის სიხარულისთვის. ხომ დამეთანხმებით, რომ საშინელია ის საკრველები და ჯაჭვები, რითაც ჩვენ გვყრავს ბუნება და ვის არ გაუხარდება ამ ჯაჭვებისგან განთავისუფლება. კიდევ უფრო საშინელია ის ბორკილები და ჯაჭვები, რომლითაც ჩვენ შევკრავენ არაწმინდა სულები და შემდეგ იხარებენ ჩვენზე. მას შემდეგ, რაც მსჯელობას და აზროვნებას დაგვაკარგინებენ. ვინ არ გაიხარებს ამ მტრებზე გამარჯვებას? ადამიანის მტრებზე. ხოლო ის ჯაჭვები და საკრველები, რომელთაც შეპყრობილი ვართ ცოდვების მიერ, ის ხომ გვამონებს ბუნებას, არაწმინდა სულებს და სნეულებებს. ესენი არსით არიან ის პირველ საკრველები, რომლითაც ადამიანმა საკუთარი ნებით დაიბორკილა თავი. ჯერ კიდევ დასაბამში, როდესაც მორჩილებაზე უარი განაცხადა და არ მოისურვა თავისი შემოქმედის წინაშე დამდაბლება. ჰოი მოკვდავმო, რომელი თქვენთაგანი არ განიხარებდა
ამ პირველი ჯაჭვების განხეთქვისთვის, რომელიც გამოჩნდა საფუძველი ყველა სხვა დანარჩენი მონური ჯაჭვების განხეთქვისა. და ეს უკანასკნელი სიკეთე უფალმა გაუმჟღავნა ადამიანებს, როდესაც ღადარინელთა ხარიდან კვლავ წამოემართა აქეთ და მოვიდა თავის ქალაქში. მისი ქალაქი კი იყო კაპერნაუმი, სადაც იგი დასახლდა იმის მერე, რაც იგი უარყვეს და კინაღამ არ მოკლეს ნაზარეთის მოქალაქეებმა, რომელშიც იგი მრავალი წელი ცხოვრობდა. და აი, მას მოუყვანეს განრღვეული ცხედარსაზედა. ამ მოვლენას აღგვიწერს მარკოს და ლუკა მახარებლებიც. თუმცა ეს უკანასკნელი გარკვეულად დაწვრილებით ყვებიან იმას, რაც გამოტოვა მათე მახარებელმა. განრღვეული ადამიანი იმდენად ცნეული იყო, რომ თვითონ მას არ შეეძლო მოსვლა ქრისტესთან, მაგრამ იმისი ჩამოხსნა შეუძლებელიც იყო თვით საწოლიდან. ამიტომ ნათესავები და მეგობრები იძულებულნი არიან, რათა იგი თავისი საწოლით გამოიტანონ სახლიდან და უფალს მოუყვანონ. სნეულის სასოწარკვეთილი განრღვეულება ჯერ კიდევ იქიდან ჩანს, რომ ეს საწოლი 4-ს უნდა წამოეღო და თან მტკიცეთ უნდა დაეკავებინათ და რაც შეიძლება მცირედ უნდა ერყიათ იგი. და როდესაც მოიტანეს იგი სახლში, სადაც იმყოფებოდა ქრისტე, მათ დაინახეს, რომ ხალხმრავლობის გამო შესვლა შეუძლებელია, რამე თუ უკვე კარებთანაც უკვე აღარ იყო ადგილი და მათ გადაწყვიტეს ჩამოერღვიათ სახლის სახურავი და ჩამოუშვეს სნეული სახურავის მეშვეობით, სახურავიდან. ამ დროს კი ქრისტე ადამიანებს თავის სწავლებას ასწავლიდა და იგი მათ სიტყვას ეუბნებოდა. იგი არც ერთი წუთი უსაქმურად არ იყო. საქმის შემდეგ სიტყვას იტყოდა, სიტყვის შემდეგ საქმეს იქმოდა. იგი მოუკლებელად სარგებლობდა სიტყვებითაც და საქმეებითაც. ოღონდაც კი დახმარებოდა ადამიანებს სიკეთის კეთებაში. რათა მათ ერწმუნათ სიკეთე და იგიც ერწმუნათ როგორც ამ სიკეთის მატარებელი და განმოცხადებელი. გაიხილა რა იესომ სარწმუნოება იმათი რქუა განრღვეულსა, ხნე იყავ შვილო, მოტევებულ არ შენ და ცოდვა მიშინა. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ იხილა სარწმუნოება მათი არა მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ ჩამოუშვეს განრღვეული, არამედ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მათ აწიეს ეს საწოლი და მისკენ წამოემართნენ. რამე თუ ის, ვისაც შეეძლო ეხილა ადამიანური გული, მით უმეტეს შეეძლო ამ მოვლენის ხილვა მანძილზე, ისევე როგორც ახლოს. მან ხომ იხილა ნათანაელი ლეღვის ხის ქვეშ, ვიდრე იგი მოვიდოდა მასთან. და რა ვთქვათ? მან იხილა არა მხოლოდ ის თუ რა ხდება, არამედ ის თუ რაც უნდა მოხდეს ჟამის აღსასრულს. აქ საუბარი კი არ არის ხედავდა რა, არამედ იხილა რა, არამედ ხედვიდა რა. ამ სიტყვებში დიდი სხვაობაა. რათა გაჩვენოს ის, რომ ქრისტე ხედავს იმასაც, რის დანახვაც ჯერ კიდევ ძნელია და ხედავს ადამიანში ყველაზე დაფარულს. და ეს უკვე კვლავ ჩვენთვის არის დაწერილი, რათა ვიცოდეთ ჩვენ, თუ რას აკვირდება უფალი. დღესაც, როგორც ისევე მაშინ. და კვლავ ის კიდევ რო ვიცოდეთ, რომ როცა გექნება სარწმუნოება, მაშინ შეგიძლია ელოდოს საღვთო შეწევნას განსასწელებსა და ჭირში. და როდესაც იხილავს ჩვენ სარწმუნოებას და ხედავს რა უფრო სწორად ღმერთიც, არ აყოვნებს თავის შეწევნას. ნახედვი და იესომ სარწმუნოება მათი, მაგრამ ვისი მხოლოდ
იმათი ვინც მოიყვანა ეს ცნეული თუ თვით ცნეული სარწმუნოებაც. ჯერ ერთი ცხადია რომ ვინც მოიყვანა ცნეული. მათი სარწმუნოების გულისთვის შეეძლო უფალს განეკურნა გარღვეული, რამე თუ უფალი არაერთხელ ასრულებდა სასწაულებს თვით ცნეულის სარწმუნოების და მიუხედავად. ასე მაგალითად, მიცვალებული, რომელიც მან აღადგინა, მათ ხო არ შეეძლოთ ერწმუნათ ისე, რომ სარწმუნოების სასწაული შეიძლება აღსრულებულიყო მათი სარწმუნოები. არამედ რათა მიცვალებულის ახლობლები არა ყოველთვის აჩვენებდნენ განსაკუთრებულ რწმენას. ქვრივის ძეზე, როდესაც მან აღადგინა, ქვრივზე სულაც არ არის ნაჩვენები, რომ მას სწამდა, არამედ მხოლოდ ის, რომ იგი იგლოვდა თავის მიცვალებულ ძეს. არამედ შესაძლებელია იმ წამს, როდესაც უფალი მას მიუახლოვდა და შეებრალა, უკვე გადაწყვეტილად უთხრა, ნუ სტირ. აი მაშინ იფეთქა სარწმუნოებამ უფლის ძლიერებაში. მართა და მარიამიც, ლაზარეს დები, ძალიან კი არ სწამდათ, რომ ქრისტე აღადგენდა მათ მიცვალებულ ძმას. იმის შემდეგ, რაც იგი უკვე 4 დღე იმყოფებოდა სამარეში. მხოლოდ სინაგოგის თავარს იაიროს ჰქონდა მტკიცე სარწმუნოება ქრისტეში, როდესაც იგი მიუახლოვდა მას და ეუბნება, ასული ჩემი მოკვდების, არამედ მოვედ დაასკ ხმასე და ხელი შენი და განცოცხლდეს იგი. ზუსტად ასევე ქრისტემ განკურნა მრავალი ძიმე ცნეული, არა მათი სარწმუნოები, არამედ მათი მეგობრების და ნათესავების სარწმუნოები. აი ასევე განკურნა მან ასისთავის მონა კაპერნაუმში. სარწმუნოებით არ განუკურნია მას თვითონ ცნეული მონა, არამედ მხოლოდ ასისთავის რწმენი და ქანანელის ასული თავისი დედის რწმენის და გამო განკურნა. მან განკურნა ასევე მრავალი მთვარეული, ეშმაკეული, ყრუმუნჯები, მათი ნათესავების და მეგობრების რწმენის მიხედვით, რომელსაც იგი მიიყვანეს მათთან. ხოლო ღადარის ქვეყნებიდან შეპყრობილთაგან არაწმინდა სულები მათ განდევნა ნებულის სარწმუნოების და მიუხედავად და იქ მყოფი ადამიანების სარწმუნოების და მიუხედავად. იმიტომ რომ ადამიანის ცხოვრების მისებურ გეგმაში შედიოდა ეს და გამონაკლისის სახით დაუშვა იმის გულისთვის, რათა აი ამ გონება დაჩლუნგებულ ადამიანებში განამტკიცოს რწმენა, ისევე როგორც მცირედ მოწინეებში. მაგრამ მაინც ამ განღროულის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ იმათი რწმენა, რომელთაც ქრისტესთან მოიყვანეს განრღვეული, ძალიან დიდია. ქრისტეს არ ჭირდებოდა მათი სარწმუნოების შეფასება რაღაც გარეგანი ნიშნებით. იგი თვით მათ გულებში იყურებოდა და მათ სარწმუნოებას ხედავდა, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ რა გულებს. შეგვიძლია გარეგანი ნიშნებით განსაზღვროთ, რომ სარწმუნოება მათი ჭეშმარიტად დიდი იყო. ის რომ 4 ადამიანმა გადაწყვიტა უიმედო და სასოწარკვეთილი ადამიანი მოიყვანოს ცნეული ქრისტესთან, ნუ თუ ეს არ აჩვენებს იმას, რომ მათ დიდი რწმენა აქვთ. ამას თავი გაანებე, ისინი ადიან სახლის სახურავზე, რათა დაარღვიონ იგი და იქიდან ჩამოუშვან ცნეული თავის საწოლით. სახლის შუაში. ნუ თუ ეს ჩვეულებრივი ნიშანი არ არის ძლიერი სარწმუნოებისა. ამეთ ვაბა წარმოიდგინეთ, როგორ ისკავდა ეს 4 ადამიანი და რა დასაცინად შეიქმნებოდნენ თავიანთი მეზობლებისთვის, თუ კი იძულებულნი გახდებოდნენ, რომ ამდენი 8 წლის და სახლის სახურავის დარღვევის შემდეგ
განუკურნებელი სნეულით დაბრუნებულიყვნენ კვლავ უკან. მაგრამ ადამიანებს მაშინაც ეშინოდათ დაცინვის, როგორც ახლა. უფრთხოდნენ და სხვენოდათ, რომ იმედი არ გასწრუებოდათ ისევე როგორც ახლა. მხოლოდ მტკიცე სარწმუნოებას არ ეშინია არანაირი დაცინვა და არც ეშინია არანაირი იმედგაცრუების. ის იმას საერთოდ არც ფიქრობს და ეჭვიც არ ეპარება თავის წარმატებაში. ამგვარად უფალს შეეძლო სნეული განეკურნა მხოლოდ მათი მომყვანების სარწმუნოებით. მაგრამ არის ნიშნები იმისა, რომ თვითონ სნეულს ჰქონდა სარწმუნოება. უწინარეს ყოვლისა, თუ იქ მყოფი, ცნობიერებაში მყოფი ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი სარწმუნოება, მისცემდა ადამიანებს თავისი თრევის უფლებას საწოლით ქუჩებში და რაც კიდევ უფრო მთავარია, მისცემდა იმის უფლებას, რომ იგი სახლის სახურავზე აეტანა და იქიდან ჩამოეშვიათ სახლში. მაგრამ არის ერთი კიდევ დაფარული ნიშანი განრღვეულის რწმენისა. უფალი, როდესაც მიმართავს მას და სიტყვით ეუბნება, გამხნევდი შვილო, მოგეტევა შენ მწოდვანი. თუ ქრისტე ურწმუნოს თავის შვილს დაუძახებდა? თუ უნანელ ადამიანს შეგიძლია უთხრა, რომ მოგეტევება შენ შენიცოდები? როდესაც ქრისტემ აღადგინა ნაინელი ქვრივის ძე, მას არც შვილი უწოდა და არც თავისი ძე, არამედ ასე უთხრა, შენ გეუნები ჭაბუკო, ახტეკ, არამედ უმკვდარს, არ სწამს და არც სინანული შეუძლია. და აქ, თუმცაღა იგი ეუბნება სნეულს შვილო და შემდეგ არ უთქვამს უფალს. თუ არა თქვა უფალმა, რომ თუ კი შეინანებს ძმა შენი შეუნდე მას. სინანული ამგვარად არის პირობა შენდობისა. და სინანული შეუძლებელია სირცხვილის და ღვთისშიშის გარეშე და ღვთის სარწმუნოების გარეშე. ამ სიტყვების გაგონებაზე ზოგიერთმა მწიგნობარმა თქვა თავის თავში, იგი გმობს. აი ასე იფიქრეს იმათ, ვისაც არ გაეხარდა სიკეთე, რომლებიც არიან მოკავშირეები და მონებისი ბოროტისა. ისინი თითქოს დამბობენ, ვის შეუძლია ცოდვების მიტევება გარდა ერთი ღმერთისა. ესენი არიან გამხმარი სულები, რომლებიც თავის თავს უდიდეს ბრძენებად მიიჩნევენ და რომელთაც სურთ ქრისტე თუნდაც თავის დონემდე დაიყვანონ, თუ არა იმაზე დაბლა. აქ ეჭვი არ არის, რომ მათ შეეძლოთ თავის გონებაში მიეღოთ დაბნელებულ გონებაში ის აზრი, რომ ღმერთი შეიძლება გამოჩნდეს როგორც ადამიანი და რომ ეს გამოჩენა ღმერთისა ადამიანში წარმოქმნიდა თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტეს სახეს. მათ არ აინტერესებთ განრღვეულის ტანჯვა და სნეულება. მით უმეტეს არც მისი განკურნება. ისინი ქრისტეს ყოველ სიტყვას თან მისდევენ, რათა მიიღონ საშუალება ქრისტეს დამცირებისა. ჩამოიშორონ თავიანთი გზიდან და თავიანთი სინისიდან. შურს იძიებენ რა საკუთარი ვნებებისა, ისინი ფიქრობენ, რომ შურს იძიებენ ვითომ და ღვთის მობელობისთვის. გვეუბნება ზიგაბენი. რამე თუ ის მათთვის ძალიან დიდი იყო. იესო კი ხედავდა რა მათ ზრახვებს უთხრა. რა ისათვის იზრახავთ ბოროტსა გულსა შინათქვენსა. იქ მყოფ წიგნობრებს ეს ხო ბაგეებით არ წარმოუთქვამს, არამედ მხოლოდ თავის გულებში ფიქრის. ნათქვამი კი არ არის გონებაში გაივლეს, არამედ გულში და ეს იმას ნიშნავს, რომ ეს აზრი უკვე შეერთებულია სიძულვილთან და გაბოროტებასთან.
რამე თუ მათ მოусმინეს ქრისტეს არა როგორც მორწმუნეებმა და არა როგორც ობიექტურმა მკვლევარებმა, არამედ როგორც დამსმენებმა, დამბეზღებლებმა და მდევნელებმა. თუ კი იგინი იქნებოდნენ მორწმუნენი, მაშინ გაიხარებდნენ ქრისტეს სიტყვისა და საქმისთვის როგორც სხვები, რომელთაც იხილეს რა ეს განადიდეს ღმერთი. და თუ კი მათ შეეძლოთ ობიექტურ მკვლევარებად ყოფილიყვნენ, მაშინ ისინი ირწმუნებდნენ ქრისტეს, ისევე როგორც ირწმუნა ასისთავმა გოლგოთაზე ჯვარის წინ. რამე თუ იგი ობიექტურად და ყოველგვარი ინტერესის გარეშე და მიკერძოების გარეშე აკვირდებოდა იქ ყველაფერ მომხდარს და ხედავდა როგორი შიშით, მიწისძვრით და საშინელებით გამოეხმაურა ბუნება ქრისტეს სიკვდილს და წამოიძახა. ჭეშმარიტად იგი იყო ძე ღვთისა. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაინახა მათი ზრახვები. ახლა მიპასუხეთ, ვის შეუძლია ზრახვების ხილვა გარდა ღმერთის? რათა აღესრულნენ ძვირნი ცოდვილთანი და წარუმართო მართალსა, რომელი განიკითხავ გულსა და თირკუმელსა ღმერთო მართალო, აი სადღაღადებს დავით მეფსალმუნე თავის მეშვიდე ფსალმუნის მეათე მოხდში. მე ვარ უფალი, რომელიც გამსჭვალავ გულს და განვიკითხავ შიგნეულობას, რათა მივაგო თითოეულს მისი გზის და მიხედვით და მისი საქმის და ნაყოფის მიხედვით. ამბობს უფალი იერემია წინასწარმეტყველის ბაგეებით. ხოლო სოლომონი თავის ლოცვაში ასე ეუბნება ღმერთს: შენ ერთმა იცი ადამიანების გულების და იხედავ, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ხედავს გულს და ამ გულის ზრახვებს. ისევე როგორც მიწას არ შეუძლია იმ თვალის ხილვა, ხოლო თვალს შეუძლია მიწის ხილვა, ასევე მიწიერი ქმნილება, რომელიც გარკვეული ჟამით არის მოცული, ვერ შეძლებს საიდუმლო მარადისობაში შეიხედოს, ხოლო მარადისობის თვალს შეუძლია დედამიწაზე დაინახოს ყოველივე, რაც იქ ხდება. ხედავს რა ამავე დროს მარადიულობასაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე ხედავდა გამჭოლი თვალით და გამსჭვალავდა იმ ყოველივეს, რაც დაფარულია თვით ზღვის სიღრმეებში, ასევე ადამიანის გულებში, ასევე დროის სიღრმეში და სივრცეში. რაისათვის იზრახავთ ბოროტსა გულთა შინა თქვენთან, ასე კითხულობს უბოროტო უფალი და ეკითხება თავის დამსმენებს და მდევარს. ჰოი რა განუზომელი სიწმინდეა იესოს რახვათა, როგორი აღუწერელია მისი გულის მშვენიერება და კრავისმიერი სიმშვიდე. რაისათვის იზრახავთ ბოროტსა, რაისათვის არ იზრახავთ კეთილსა და რაისათვის მოელით უფროის ცუდსა ვიდრეღა კეთილსა, რაისათვის გიხარით ბოროტისთვის, რაისათვის არ გიხარით სიკეთისთვის, რაისათვის მდგახართ რა ცხადი წყაროს წინაშე მოელით, რომ მისგან ამღროული წყარი წამოვა, რაისათვის შეხედავთ მზეს და მოელით მისგან მხოლოდ სიბნელეს. გაანებეთ ამ სნეულ ჩვევებს, გიხაროდეთ წყაროს სიწმინდე, გიხაროდეთ მზის ნათელი. უფალი კი არ დასცინის მათ, თავს კი არ ესხმის მათ, კი არ უწყრება, როგორც შეიძლება მოქცეულიყო თავის მტრებთან ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანი, თუ კი მას მიეცემოდა საშუალება, რომ განრღვეულისთვის ჯანმრთელობა დაებრუნებინა და ძალი. ჭეშმარიტად, ყველაზე ყურადღებიან ექიმსაც არ შეეძლო ასე მძიმე სნეულებს უფრო რბილად მოქცეოდა, ვიდრე მშვიდი და მოწყალე უფალი თავის უგონო მდევართ მიმართავს. რაისათვის იზრახავთ ბოროტსა გულთა შინა თქვენთა, თუ კი
შეგიძლიათ იფიქროთ კეთილი და კეთილს მოელოდეთ და გიხაროდეთ კეთილი. რამე თუ რაის თქმა უფრო უადვილეს არს. შეგენდობის ცოდვანი შენი თუ თქმა აღდეკ და ვიდოდე, მაგრამ რაითა იცოდეთ რომ ძესა კაცისასა აქვს ხელმწიფება ქვეყანასა ზედა შენდობა ცოდვათა, მაშინ რქვა მან განრღვეულსა, აღდეკ, აღიღეთ ხედარი შენი და წარვეთ სავსაშინათვის. და იგიც აღდგა, აღიღო ხედარი თვისი და წავიდა სავსაშინათვის. რისთვის უნდა თქვა სუფალმა სიტყვა? რასაც საქმით ახსროლებს. ჩვეულებრივი მოკვდავი ენისთვის ძალიან ადვილია თქმა, რომ მოგეტევება ცოდვები შენი, ან აღდეკ და ვიდოდე, რამე თუ ისიც და მეორეც ყოველგვარი შედეგის გარეშე რჩება. მაგრამ უშიშარი უფლისთვის სიტყვა იგივეა, რაც საქმე. ამიტომ აღმოთქვავს რა ზემომოყვანილ სიტყვებს იგი გულისხმობს. რისი გაკეთება უფრო ადვილია? შეუნდო ადამიანს ცოდვები თუ იგი ჯამთელი წამოაყენო. ერთიც და მეორეც ერთნაირად მნიშვნელოვანი საქმეა ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანისთვის. რაიც არ შეუძლებელი არს კაცთათვის, შესაძლებელი არს ყოველივე ღვთისათვის, გვეუბნება მათ ემახარებელი. ამგვარად, რა უფრო ადვილია, განკურნო სული თუ განკურნო სხეული? სული ვერ განიკურნება, სანამ იგი არ განთავისუფლდება თავის ცოდვებისგან. და როდესაც ცოდვები მას მიტევებული აქვს, სული მაშინ განიკურნება. და თუ კი სული ჯამრთელია, მაშინ სხეულიც ადვილად განიკურნება. ამიტომ სნეულს შეუნდო ცოდვები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იგი დააყენო ფეხზე. როგორც განაშორო ჭია და მატლი ხისგან, ხის ფესვებისგან უფრო მეტია, ვიდრე გარედან განწმინდო ხე იმ ფუღუროებისგან, რომლებიც წარმოქმნა ჭიამ თავისი იქყოფობით. იმიტომ რომ სანამ ხეში მატლი ცხოვრობს, ამ ხეზე შეუძლებელია არ იყოს მისი ნაკვალევი. ცოდვა არის ზუსტად სნეულების მიზეზი, როგორც სულიერის, ისე ხორციელის. და ეს ყოველთვის ასეა. გამონაკლის წარმოადგენენ მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც ღმერთი თავისი კეთილი განზრახვით დაუშვებს ხოლმე მართლების ხორციელ სნეულებას, რაც ყველაზე უკეთესად ჩანს მართალი იობის მაგალითზე. სამყაროს შექმნიდან მოქმედებს ერთი წესი. ცოდვა არის მიზეზი სნეულებისა და ის, ვისაც შეუძლია სნეულში ცოდვის შემოსვა, კიდევ უფრო ადვილად შეძლებს მისი სხეულის გაჯანსაღებასაც. და ის, ვისაც შეეძლო დროებით მიეცა სხეულისთვის ჯანმრთელობა, მაგრამ არ შეუძლია შეუნდოს ცოდვები, გააკეთებდა იგივეს, რასაც მებაღე, რომელმაც განწმინდა ხე იმ ჭიამატლისგან მიყენებული ზიანისგან, მაგრამ არ შეუძლია და არ შეუძლია მის ფესვებში ყოფი ჭიამატლის განადგურება. ყოველივე, რასაც აკეთებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, იგი აკეთებს დიდი სრულყოფილებით, დიდი თანმიმდევრობით და ყოვლად შეუცდომლად. მისთვის სიხარული არის ერთი, რომ დაუბრუნოს სნეულს სრული ჯანმრთელობა, როგორც სულის, ისე სხეულის. ამიტომ თავიდან იგი განკურნებს ჯერ მის სულს, შემდეგ მოელის წიგნობრების ქმედებას, ესე იგი მათ სიტყვას. იგი გმობს, რათა მიიღოს მიზეზი და ადამიანებს გააგებინოს ცოდვას და სნეულებას შორის კავშირი. აღნიშნოს სულის წარმატება სხეულზე და კიდევ უფრო ძლიერად გამოაჩინოს თავისი ღვთაებრივი ძლიერება. ძიმეთ სნეულს ხანდახან აძლევენ
ძალიან დიდ დოზასაც, ძლიერ დოზასაც წაბლისა. და უფალი ამ შემთხვევაში ხას უსვამს, რომ მას იგი არის ის, რომელსაც გააჩნია ხელმწიფება. აქ იგი უკვე წარმართულია, იგი უკვე მიმართავს ზეციურ, არა თავის ზეციურ მამას მიმართავს, არამედ თავის საკუთარ ვიდრე დასაბამადამდე არსებულ ხელმწიფებას და ძალს. უნდა აღვნიშნოთ აქ სიტყვა, რომ ქვეყანასა ზედა, რამე თუ ზესა კაცისასა აქვს ხელმწიფება დედამიწაზე ცოდვების მიტევებისა, ესე იგი ცოდვები შეიძლება შეწყნარებულ და შენდობილ იქნას მანამდე ვიდრე ადამიანი იმყოფება მიწაზე და ამ სოფელში, მაგრამ იმისთვის, ვინც გავა ამ სოფლიდან, შენდობა აღარ არსებობს. სხვა სამყაროში და სხვა სოფელში ცოდვილებისთვის შენდობა აღარ არის, განსაკუთრებით იმათვის, ვინც ამ ცხოვრებიდან უნანელნი წავიდნენ. აი ამიტომ არის ნათქვამი დედამიწაზე. აღდეკ, აღიღე ცხედარი შენი და წარვეთ სახით თვისსა. აი ესე გადაწყვეტილი ხმით ეუბნება უფალი სნეულს. ამბობს და ეუბნება არა როგორც მწიგნობრები, არამედ როგორც ხელმწიფების მქონე. და როგორც მას გააჩნია ხელმწიფება სულისთვის ცოდვების შენდობისა, ასევე მას გააჩნია ხელმწიფება, რომ უბრძანოს სხეულს და იგი განიკურნოს. მაგრამ აქ რომ ეჭვი არ არსებობდეს სნეულის განკურნებაში, უფალი უბრძანებს მას თვითონ აღიღოს თავისი ცხედარი. იმ ცხედარი, რომელზეც მოიტანეს ოთხმა და წავიდეს თავის სახლში. და რატომ უბრძანებს მაინდა-მაინც თავის სახლში წავიდეს? იმიტომ რომ უფალს, რომელსაც უხარია სხვისი კეთილი, სურს რომ განკურნებული ყველაზე ადრე ჯერ თავის სახლში მივიდეს და იქ მიიტანოს ის სიხარული, სადაც აქამდე ტკივილი მეფობდა, სადაც აქამდე ნაღველი იყო და გაახაროს თავის სახლეულები, რომლებიც მასთან ერთად მისი სნეულების ჟამს იტანჯებოდნენ და მეორედ, რათა აჩვენოს გემოთ მოყვარე მწიგნობრებს, რომ ყოველივე, რასაც იგი აკეთებს წმინდა კაცთმოყვარეობის მიზეზით და არა ისინი, რომლებიც ადამიანებისგან ქებას მოელიან. როგორც მწყემსისთვის არა აქვს მნიშვნელობა, აქებენ თუ არა მას ცხვრები, ზუსტად ასევე ქრისტესთვის არ არის მნიშვნელოვანი, აქებენ თუ არა მას ადამიანები. რამე თუ მე არ ავღებულობ დიდებას კაცთაგან, ამბობს იგი სხვა შემთხვევაში და აქაც მას მისი ჩვენება უნდა. ადამიანები კი, რომელთაც იხილეს ეს, გაუკვირდათ და ადიდებდნენ ღმერთს, რომელმაც მისცა ამგვარი ხელმწიფება ადამიანებს. ვიდრე მწიგნობრები თავის გულში გმობენ ქრისტეს, სხვა ადამიანები, რომელთათვიც ამ სოფლის პატივმოყვარეობა ჯერ კიდევ არ ქონდა დაბნელებული გონება და არ ქონდა მათი გულები მოწამლული, განკვირვებულნი არიან და განადიდებენ ღმერთს იმ უხილავის საკვირველებისა და სასწაულისთვის, რომელიც უფალმა მათი თვალების წინაშე მოახდინა. ეს ადამიანები, რომელთაც უკვირს და განადიდებენ ღმერთს, რამდენად უმჯობესნი არიან განსასტიკებულ მწიგნობრებსა და რამდენად უფრო ახლო არიან სიკეთესა და ჭეშმარიტებასთან, ვიდრე ის ღადარინელი წარმართები, რომლებსაც იხილეს სასწაულები და არ განადიდეს ღმერთი, არამედ თავისი ღორები შეებრალათ და განდევნეს ქრისტე კაცთმოყვარე თავის საზღვრებისგან. მაგრამ მაინც ამ ხალხმა ვერ გაიგო ქრისტე მაცხოვრის ღვთაებრივი ძალა და მათ განადიდეს ღმერთი, რომელმაც ამგვარი ხელმწიფება მისცა ადამიანებს. იმიტომ რომ ეს ადამიანები უფალ ჩვენ იესო ქრისტეში ხედავენ უბრალო ადამიანს და არა როგორც მხოლოდ შობილძე ღვთისას. მაგრამ ის, რაც ვერ იხილეს და არ აღიარებდნენ მაშინდელი ადამიანები, ჩვენ მაინც ვიხილოთ და ვაღიაროთ ჩვენ,
რომელთაც ეკლესიის მეშვეობით მივიღეთ მადლი ჭეშმარიტების ხედვის და აღიარებისა, რათა ვისწავლოთ და ვიხარებდეთ იმ სიკეთისთვის, რამე თუ ყოველგვარი სიკეთე ღვთისგან არის. და ამგვარი სახით ჩვენ ვისწავლით ღვთის მიმართ სიხარულს, ღვთის მიმართ, რომელიც არის ცხოველმყოფელი წყარო საუკუნო სიხარულისა, როგორც გვეუბნება თვით გამგრძნობილი წინასწარმეტყველი. ვიხარებდე და ვიშვებდი შენ და მინდა უგალობდე სახელსა შენსა მაღალო, ისევ ხარობს ჩვენთან ერთად დავით წინასწარმეტყველი მე-9 ფსალმუნის მე-3 მუხტში. და ეს სიხარული ჩვენს თვალებს ჭეშმარიტების სრული სისრულის ხილვისთვის გაგვიღებს ჩვენ უფალ იესო ქრისტეში და დახსნის ჩვენი ენის საკრველებს, რათა ჩვენ ვაღიაროთ და განვადიდოთ იგი როგორც ძე ღვთისა, ხოლო მაცხოვარი ადამიანებისა და მხოლო კაცთ მოყვარე, რომელსაც ჩვენის დიდება და პატივი თანამამით და სული წმინდით ურთ, სამებასა, ერთარსებასა და განუყოფელსა და ცხოველმყოფელსა, ყოვლადვე ათ და მარადის უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, ახოცე უშჯულოება ჩემი. უფრო ის დამბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე, რამე თუ უშჯულოება ჩემი მეუწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოს არ შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავრათა განმართდე სიტყვათაგან შენთა და ზოლორჯასა შენსა რამე თუ ესე რა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვამედე და მან ჩემნა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარული სიბრძნისა შენისანი გამომიცხადე მე, მასხურო მე უსუპითა და გამწმიდნე მე, გამბანო მე და უფრო რთოვლისა გამსპეტაკნე, მასმინო მე გალობა და სიხარული დაიხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარემი აქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უშჯულოებანი ჩემნი ახოცე. გული წმინდა იდაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისაითა და მამტკიცე მე. ვასწავლე უშჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო და იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენა პირი ჩემი უთხრობდეს სქებულებასა შენს არამე თუ უკვე თუმცა გენება მსხვერპლის შემცა მეწირა არამედ საკვერთხი არ აქცნდეს. მსხვერპლი ღვთისა არ სული შემუსრული, გული შემუსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხოს. კეთილი უყა უფალო ნებითა შენითა სიონსა და ღეშენენ ზღუდენ იერუსალემისანი. მაშინ აქცნდეს მსხვერპლის სიმართლისა შესაწირავი და ყოვლა და საწველი. მაშინ შეიწირენ საკურთხეველსა შენსაზე და ზვარაკნ. უცხოისა სიმდაბლისა მუშაკო, უცხო დამაღლებულო მშვიდო, უცხო დამაღლებულო გალობელთა მდავარო დავით, ქრისტეს მამობასა ღირსთმილო, ყოველთა წმინდათა თანა მეოხ გვეყავ წინაშე ღვთისა, წინასწარმეტყველო და მეფეო. კანონაც არწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღვრად მარხვისა ყო შენ ქრისტე მან სამწყსოისა შენისათვის ჭეშმარიტებით. ამისათვისა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმინდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოს განმანათლებელო სერბეთისაო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. ამინ.